ილია თოფურიას ბრძოლას მთელი საქართველო ელოდა, არა მარტო საქართველო ცხადია, 17 მოგება, დაუმარცხებელი კარიერა, საუკეთესო ფორმა, სრული თავდაჯერება და ისტორიული სცენა, მართლაც UFC-ს ღონისძიება თეთრი სახლის ეზოში, ამერიკის დაარსების 250 წლის თავის აღსანიშნავ ღონისძიებათა რიგში. მიუხედავად იმისა, რომ ილია ამერიკელ ჯასტინ გეიჯის ერკინებოდა, სიმბოლურად ძალიან ამერიკულ გარემოში, ბოლოს და ბოლოს ამერიკის პრეზიდენტის თვალწინ სპეციალისტების დიდი ნაწილი უპირატესობას მაინც ჩემი აზრით დამსახურებულად თოფურიას ანიჭებდა. მაგრამ სპორტი სპორტია, მოხდა ის რაც სპორტში ყოველთვის შეიძლება მოხდეს, ილიამ წააგო. ბრძოლა მეოთხე რაუნდის შემდეგ შეწყდა, რადგან მისმა გუნდმა ჩათვალა, რომ გაგრძელება უკვე ჯანმრთელობისთვის ზედმეტად სარისკო იყო. ეს არ იყო დანებება, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ მძიმე სპორტში ხშირად იღებენ, მაშინ როცა მებრძოლი მეტისმეტად დაზიანებულია. ამაში გულდაწყვეტისა და იმედგაცრუების გარდა განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ვერსიების ის კასკადი, რომელიც ამ მარცხს საქართველოში მოყვა, რა აღარ ითქვა სრულიად მიუღებელი მინიშნებებიდან ბრძოლის მონაწილეთა არაკეთილსინდისიერებაზე, მატჩის გაყიდვაზე და მსგავს რაღაცაზე, ასევე დოპინგის ბრალდებებამდე და იმ ვერსიებამდე თითქოს მოწინააღმდეგის ხელის სახვევი ისეთი ნივთიერებით იყო დამუშავებული, რომელმაც დარტყმას დამატებითი სიმტკიცე მისცა და ეს აკრძალულია. ამავე დროს ფაქტია, რომ თოფურიამ მართლაც მიიღო მძიმე დაზიანებები, საჯაროდ გავრცელებული ცნობებით მას ორივე თვალის არეში ძვლის არაგადაადგილებული, ასეთია ტერმინი, მოტეხილობა დაუდგინდა, ასევე ცხვირისა და ნეკნების არეში დაზიანებები. საბედნიეროდ ოპერაციის აუცილებლობა არ დამდგარა, მაგრამ ოქტაგონზე დაბრუნებამდე მას სპეციალისტების ნებართვა დასჭირდება და რამდენიმე თვე სერიოზული რეაბილიტაცია მოუწევს. თავად ილიამ მარცხის შემდეგ გამართლებების ზებნა არ დაიწყო, მან გეიჯის გამარჯვება მიულოცა, თქვა რომ მოსამზადებელი ბანაკი, ანუ სამზადისი კარგი ქონდა, ბრძოლისთვის მზად იყო, მაგრამ იზღამე მისი მეტოქის იყო. ამავე დროს მის პირველივე გამოხმაურებაში ჩანდა, რომ ეს ისტორია დასრულებულად არ მიაჩნია, თოფურია რევანშზე და დაბრუნებაზე ლაპარაკობს. როცა ემოცია ჭარბობს, მითები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ფაქტები, ამიტომ გვინდა დღეს ეს თემა არა გულშემატკივრის ბუნებრივ რეაქციას წყენით, არამედ სპორტულ ანალიზს დაუქვემდებაროთ, რა მოხდა რეალურად ბრძოლაში, სად შეიცვალა მისი დინამიკა, რამდენად სწორი იყო შეჩერება, რა შეიძლება ჩაითვალოს რეალურ სპორტულ მიზეზად და სად იწყება შეთქმულების თეორია. რა გარანტიები არსებობს დოპინგის სპორტის ამ სახეობაში, დოპინგის კონტროლის ნაწილში და რა პერსპექტივა აქვს ილია თოფურიას დაბრუნებას ასეთი მარცხისა და ასეთი დაზიანებების შემდეგ. ამაზე ახლა სპორტის სპეციალისტი დავით ერაძე გვესაუბრება, დათო მიხარია შეინახო ჩემ სტუდიაში, გვენატრება შენი სპორტული კომენტარები, თუმცა ვიცი YouTube-ზე თქვენ უძღვებით შესაბამის შეძლებს დაგვარად კი ბატონო გისურვებ. ილიას ბრძოლა მთელი თავისი შემდგომი მითებითა და ლეგენდებით არც არის ალბათ გასაკვირი იმ ნაწილში, რომ მოლოდინი მათ შორის სპეციალისტებში აშკარად იხრებოდა ილიას მხარეს. შენი აზრით რა მოხდა ჯერ აი წმინდა სპორტული თვალსაზრისით ამაზე რომ იმშენ? ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი ღამე ალბათ ყველა ქართველისთვის და ვინც ილიას იცნობს დამეთანხმება, რაოდენ მძიმე დარტყმა მიიღო მან, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მიდიოდა ილია აი ამ ბრენდის ჩამოყალიბებისაკენ, რასაც ქვია ილია თოფურია და ეს ბრენდია, ეს მოდი შევთანხმდეთ, ყველამ კარგად იცის და მოდი არ უპასუხოთ იმ ბრალდებებს, რაც აი იმდენად შეურაცხმყოფელი მგონია, რომ არ მგონია იმ ადამიანებს საერთოდ უფლება აქვთ შემდეგ უკვე თავი გულშემატკივრებად გააზაღონ, რომლებიც ამბობენ, რომ ეს იყო გაყიდული, აი უბრალოდ ყველაფერი შეიძლება წარმოვიდგინო, ვიდრე ის რომ ილია თოფურიას და ვინმე გაბედავდა მისვლას და ამ ორთაბრძოლის გაყიდვა შესთავაზე და ნუ ეს აი არ ვიცი საერთოდ რატო იბადება ესეთი აზრები ჩემამდე არ დადის და ასეთ ადამიანებს არ უნდა უპასუხოთ ეს ცალსახა, იმიტომ რომ ილიასთვის ვინც ილიას იცნობს და მე მიმაჩნია რომ ვიცნობ და ერთ-ერთი პირველი მისი ნაბიჯები სწორედ ჩემ გადაცემაში სტუმრობის დროს გადაიდგა და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მისი თითოეული ნაბიჯი გადასარევად მახსოვს და ძალიან კარგად ვიცი მისთვის რას ნიშნავს სწორედ ეს სახელი ილია თოფურია, რომელსაც ის ძერწავს ამდენი ხნის განმავლობაში და ეს არ დასრულებულა, ეს გაგრძელდა
გრძელდება და უფრო საინტერესოა სწორედ აი ამ დაცემის შემდეგ როგორ გააგრძელებს ის ამ თავის სახელის გამოძერწვას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო გაბრაზებული, უფრო ძლიერი დაბრუნდება და რაც შეეხება ახლა აი პატარა ლირიულ გადახვევასაც გავაკეთებ. აი უკვე დღეს გამთენიისას იჩხუბა UFC-ს კიდევ ერთმა ქართველმა ახალმა მოუჩხუბარმა ლევან ჩოხელმა, რომელმაც ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და ძალიან ბევრის კომენტარი შემხვდა, რომ ილიას სტილში ჩხუბობს. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს არის უდიდესი კომპლიმენტი და დარწმუნებული ვარ ლევანისთვისაც ეს უდიდესი კომპლიმენტია. უკვე შეიქმნა ილიას სტილი და ამას ვერავინ ვერ გაექცევა. ეს სტილი უმეტეს შემთხვევაში აგერ შენც ახსენე 17 შემთხვევაში იყო აბსოლუტურად დაუმარცხებელი და კონტრ რაღაც არგუმენტი არ ქონდა მის არც ერთ მეტოქეს, მაგრამ აღმოჩნდა გეიჯი, რომელიც მოდი ასე ვთქვათ რა გადასარევი წარდგენა ქონდა, როდესაც 250 იუბილეს ეხებოდა, როდესაც ტრამპის დაბადების დღეს ეხებოდა, როდესაც აბსოლუტურად განსხვავებულ სცენას ეხებოდა, როდესაც ამერიკის ღირსების ასე ვთქვათ ორდენის მფლობელი გამოყავდა. კონსპირაციას გასახანი იმ ნაწილშიც მიეცა, რომ ეს იმდენად დიდი მოვლენა იყო, რომ არა ამერიკელსი არავინ გაამარჯვებინებდა, მაგრამ როგორ არ უნდა გაამარჯვებინო? აი როგორც გულშემატკივარი შეიძლება მეც მავს, კი არა აუცილებლად მავს კითხვები, თუნდაც ის თითის მორტყმასთან დაკავშირებით თვალთან ეს ყველამ ნახეთ და ეს სტილია გეიჯის, ეს ყველამ ვიცით. ეს არის პირველი შემთხვევა. პირველი შემთხვევა არა, მან ტიმბლეტთანაც იგივე გააკეთა, ოლივეირასთანაც იგივე გააკეთა, კი ბატონო, ეს ჩვენ ვიცოდით. ალბათ რეფერის მეტი ყურადღება მართებდა ამ შემთხვევაში, თუმცა თოფურია ჩხუბამდე იყო გეინის ჩხუბი, განეს ჩხუბი უკაცრავად, რომელიც აი ყველაზე ბინძური ჩხუბი იყო ბოლო პერიოდში, რაც მინახავს თავის მეტოქეს 4-ჯერ დაარტყა კეფაში, რაც პირდაპირ წერია UFC-ს წესებში, აუცილებლად წყდება ბრძოლა, მაგრამ განე გამარჯვებულად გამოცხადდა. შეიძლება ესაც ადამიანური მომენტია და მაგრამ მოდი აი კიდევ ერთ გამოთქმულ საზრებებზე მაინტერესებს შენი აზრი. ყველაზე მეტად რაც ფიგურირებს, მაინც უფრო არის დოპინგი მოწინააღმდეგისთან მიმართებაში, იმიტომ რომ ილიასის დარტყმები, რომლებიც აი პირველ რაუნდებში აწარმოა, რთული წარმოსადგენი იყო ბევრისთვის, რომ ის გაუძლებდა. მე დარწმუნებული ვარ, ილიასთვისაც ეს რთული წარმოსადგენი მეორე რაუნდში შეიქმნა სიტუაცია, რომ უკვე მეც ფეხზე ვიდექი და აი დაამთავრე უკვე ყვიროდი და ვერ გაუძლო. ვინც ამ სპორტის სახეობას უკვე წლებია უყურებს, კარგად იცის გეიჯის მართლაც ერთ-ერთი თუ ილიას სავიზიტო ბარათი არის მისი კომბინაცია და შემდეგ უკვე მეტოქის აბსოლუტური გათიშვა, ამ გეიჯის სავიზიტო ბარათი არის აი წარმოუდგენელი გამძლეობა. სწორედ ესე იგებს აი ამ ამტანობის ხარჯზე იგებს ის თავის ბრძოლების უმრავლესობას. რა დამზღვევი მექანიზმები არსებობს სპორტის ამ სახეობაში, რომ დოპინგის გამოყენება შემჩნეული და დაჟილი. მოდი აი დავიწყოთ აქედან. UFC-ს ყავს უკვე აი ესე ქუსლზე რო აზის ისეთი კონკურენტებიც, რომლებიც არიშურებენ ძალიან დიდ თანხებს, უნდათ კონკურენტი გახდნენ, ძალიან დიდ თანხებს თავაზობენ UFC-ს კონტენდერებს, ან უკვე ცნობილ მებრძოლებს, რომ მათთან იჭხუბონ. თუმცა აქ მაინც იმდენად დიდია ეს რეკლამა, იმდენად დიდია ჯერჯერობით და ალბათ დიდი ხანსაც ესე იქნება UFC-ს სახელი, რომ ჯერჯერობით მათ ვერ გადაუსწრეს. უბრალოდ ამ ხელა რისკზე თვითონ დანავაითი ვერ წავიდოდა, რომ თუნდაც დღეს ყველამ კარგად ვიცით მედიცინა რა დონეზეა და დოპინგი რა დონეზეა და დაშვების დონეზე შეიძლება დაუშვა, რომ ქონდა მიღებული, მაგრამ ეს იმხელა სკანდალია, იმხელა რისკი ეს, რომ თუნდაც ოდნავ რაღაც დონეზე გამომტკიცებულების დონეზე გამოვიდეს, ჩათვალეთ, რომ ორგანიზაცია დასრულებულია და უკვე ის ორგანიზაციები, რომლებიც ელოდებიან UFC-ს ერთ ფეხის დაცდენას, უკვე ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. ასე რომ მე ბევრი მიმოხილვა უკვე ჩემი ვალდებულებიდან გამომდინარე მოვისმინეთ, ძალიან ბევრი საინტერესო იყო პროფესიონალურ დონეზე, ერთი იყო განსაკუთრებულად მაღალ დონეზე გაკეთებული, როდესაც სწორედ აი რასაც მე ვიძახი, როდესაც ილიამ 2 რაუნდი მართლაც თავის საფირმო შეტევებში გაატარა და მიხვდა, რომ ხო აი მაქსიმუმი ჩადოდა ამ დროს ზიანსაც იღებდა სანაცვლოდ მისი. კი, ზიანსაც იღებდა, აი უკვე მიხვდა, რომ რაღაც სხვა უნდა მომხდარიყო იმ სხვა ფიქრში, კიდევ ერთი ზიანი მიიღო, რომელიც უკვე ისე მომხდარა ფიზიკურად
სპორტში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი იყო მისი ძმის და მისი ახლაც დამბურცლო მაგ მომენტზე მაგრამ ერთ-ერთი საშინელება იყო მე რო ვიცი მასი დამოკიდებულება როდესაც ალექსანდრე პირდაპირ უთხრა მე წვეთ ამ ბრძოლასო და ილია იჯდა ასე უკვე ძალიან დემორალიზებულიც მე ესეთი ილია არ მინახავს ნამდვილად იმიტომ რომ ისიც მიხვდა რომ ძალიან მძიმე მეტოქეს შეხვდა ნამდვილად ყველანაირად და დათანხმდა ძმას მოდი ჩვენი საუბრის დასასრულს ვთქვათ როგორ გაგრძელდება ილიას სპორტული კარიერა ხო და მე დასაწყისში ვთქვი რომ უნდა იცნობდა როგორც მას ასევე მის ოჯახს მართლა წინვალი ოჯახს მას ხავს ყველაზე მაგარი მოტივატორი დედა დავიწყოთ აქენა ეს საოცარი ქალბატონი ინგა საოცარი მამა რომელიც ასევე აი არ ვიცი სიკეთის განსახიერება ადამიანია და რაც თავარი ალექსანდრე აი ჭკუის კოლოფი საოცარი სტრატეგი ადამიანი რომელიც დარწმუნებული ვარ აი დღესაც ზის და 100 ჯერ უყურებს ამ ბრძოლას და თვითონაც ძალიან კარგად ხვდება რა მცირე შეცდომები დაუშვეს თუნდაც გეიჯთან მიმართებაში და იმდენად ძლიერი დაბრუნდება ილია იმდენად მშიერი და იმდენად გაბრაზებული რომ მე არ ვისურვებდი მისი პირველი მეტოქის ადგილას ყოფნას ნამდვილად რა იმიტომ რომ აი ილიას ფენიქსის სინდრომი აი გარწმუნებთ აი სწორედ ეხლა ნახავს თელი მსოფლიო როგორი იქნება და მე დარწმუნებული ვარ ის ისეთი მაგარი დაბრუნდება როგორიც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს იმიტომ რომ ეს მისი ხასიათია ეს მისი ჩვეულებრივი მოწოდებაა და მანამდე მე გულშემატკივარს ვეთყვი რომ ილიამდე აუცილებლად იჭხუბებს მისი ძმა ალექსანდრე რომლის ძალიან დიდი იმედი მაქვს და ვიცი რომ სანამ ილია 6 თვის განმავლობაში უსაქმოდ იქნება ალექსანდრე იგივე აგერ ლევანი ვახსენეთ ჩოხელი იგივე თავისი რევანში ასაღები მერაბ დვალიშვილს ასე რომ არ მოვიწყენთ და ილიას დაველოდებით და დროების სტუდიიდან რა თქმა უნდა მას მალე გამოჯამთელებას და ფორმაში ჩადგმას პირველ რიგში ვისურვებდი რომ აი ძალიან მალე დაივიწყოს ის ზიანი და უფრო ძლიერი დაბრუნდეს კი. დასმებული რომ ეს ასე მოხდება კიდეც. მადლობა ძალიან დიდი დავით ერაძეს.